სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას. ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. შემდეგ კითხვას სვავს ბრეტ ბარტონი. გამარჯობა, ბატონო, მე ბრეტ ბარტონი ვარ. ყოველდღე ვადიდებ ღმერთს თქვენი ერთგულებისათვის ამ წლების განმავლობაში, რომელიც თქვენ აქ დაყავით ჩვენს ეკლესიაში. და ბატონ ჯორიც მადლობას უხდის. მე უბრალოდ ერთი პრაქტიკული კითხვა მქონდა. რამდენჯერმე გამიგია, რომ თქვენ მოიხადეთ ბოდიში და ხალხს მოუხადეთ ბოდიში. ასე რომ უბრალოდ პრაქტიკული სიბრძნის კითხვაა ჩემთვის. საიდანაც მინდა რომ გავიზარდო. უბრალოდ მაინტერესებს. გაქვთ თუ არა რაიმე მიდგომა ან პოლიტიკა მაგალითად. გამიგია რომ დიკ მეიჰიუმ თქვა, რომ ერთმა ქალბატონმა მოგწერათ ერთი წერილი და რომ მან დააფასა თქვენი მსახურება. და აპირებდა რომ ხარდაჭერა შეეწყვიტა ფინანსური, რადგან გაიგო რომ თურმე თქვენ მის პასტორს პარავდით ყველა თქვენ მასალას, რაც სასაცილოა ჩვენთვის და თქვენ მოუხადეთ მას ბოდიში. შეგიძლიათ გითხრათ თუ როგორი მიდგომა გაქვთ ამასთან დაკავშირებით. დიახ, მახსოვს ეს ამბავი და მე მგონი თქვენ უპასუხეთ და ბოდიში მოიხადეთ, ხო? დიახ, ეს ხოთაშორის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი წერილია, მე ძალიან ბევრ წერილებს ვიღებ, კრიტიკისას, მოწონებისას, შექებისას და ამ ქალბატონმა, სადღაც შუა დასავლეთიდან, ამერიკის შუა დასავლეთიდან მომწერა და მითხრა: "წლებია გისმენთ და ახლა მიხვდი, რომ თქვენ თურმე ჩემი პასტორის მასალებს იყენებთო." და ეწევითო პლაგი არის, ხო? და არასოდეს არ ახსენებთ ამას, რომ ის ჩემი პასტორიდან აიღეთო. ეხლა არ ვიცი რა მეპასუხა, საერთოდ არ ვიცოდი, მისი პასტორზე საერთოდ არ გამიგია, მაგრამ არ მინდოდა ამ ქალბატონისთვის გული დამეწყიდა და მისი პასტორის მიმართ რაღაცა ნდობა დაეკარგა. ამიტომ მე მივწერე და უთხარი, თუ ოდესმე ასეთი რამე გავაკეთე, პატიებას გთხოვთ მეთქი და უბრალოდ მადლობელი ვარ, რომ ესეთი კარგი და ერთგული პასტორი ყავთო. რაღაც მსგავსი ესეთი მივწერე. დიახ, მე უპირველეს ყოვლისა ხშირად ვიღებ ხოლმე კრიტიკას და ბევრ კრიტიკას უძლებ. ამიტომ დიდი ხნის წინ ვისწავლე, რომ არ უნდა შეეცადო თავის დაცვა. უბრალოდ დაწერე რაღაცა წერილი, რომელშიც გადავხდით მადლობას ამ კრიტიკისათვის და ყველაფრის მითითებისათვის, რაც მათ გააკეთეს. და რამაც თქვენ შეურაცხყოფა მოგაყენათ. ბოდიში გიხდით ამისათვის, ილოცეთ ჩემთვის. და უბრალოდ განაგრძეთ ესე. უბრალოდ არ მგონია, რომ თქვენ რაღაცა თავდაცვით, ხომ, უკეთეს პოზიციაში ჩაიდგოთ თავი. მე ვიცი, რომ არა ვარ სრულყოფილი. და ეს სიმართლეა. და თუ შემთხვევით არასწორ რაღაცას გავაკეთებ, ხომ, ბუნებრივია, რომ ამაზე კრიტიკასაც ვიმსახურებ. და შეიძლება ეს კრიტიკა ძალიან სწორი იყოს. მაშინ მე ვინა ვარ, რომ თავის დაცვა დავიწყო. მაგრამ ჩემს ირგვლივ მყოფ ადამიანებს ხალხი, რომლებიც ვიცი, რომ ღმერთისთვის მუშაობენ, აი აქ უკვე შეიძლება მე უკვე დავიწყო დაცვა მათი და არ მივცემ არავის უფლებას მათ გაკრიტიკებისას, ვისთანაც მე მუშაობ. მე არ ვიღებ კრიტიკას იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც უფალს ემსახურებიან და ერთგულები არიან ამ ჩვენ წრეში. ამას კარგად ვერ ვიღებ. მე დავიცავ მათ. მე ყოველთვის დავიცავ მათ, სანამ არ მექნება სერიოზული მიზეზი, რომ არ დავიცვა ისინი. მაგრამ საქმე როდესაც ჩემ თავს ეხება, ეს რაღაცა ძველი აღთქმის მსგავსია, ხო? რომ მიეცით უფლება ღმერთს, რომ დაგიცვა თქვენ. რომ შენი ქება სხვას მივანდოთ, სხვის პირზე იყოს. და მე არ ვაპირებ ჩემი ცხოვრების ძვირფასი ნაწილი ჩემ თავდაცვაში გავატარო. ერთ-ერთი სასაცილო ამბავი მინდა მოგიყვეთ. მელინდა აქ ახარ? მელინდა არის ჩემი ქალიშვილი, იცნობთ მელინდას, ხო? რამდენიმე წლის წინ ის Grace to You-ში დასაქმდა. და მისი მოვალეობა იყო, როდესაც წერილები მოდიოდა კომპიუტერში, იმეილები, რომ შეემოწმებინა ეს ყველაფერი, გადაეხარისხებინა კრიტიკა, მოწონება, ყველაფერი. და როდესაც იღებდა კრიტიკის წერილებს, მელინა ძალიან ბრაზდებოდა, რომ ისეთ რაღაცებს ისმენა ჩემს შესახებ, რაც შოკის მომგვრელი იყო მისთვის.
იმიტომ რომ ყველას არ მოსწონდა მისი мама. და მელინდა ცდილობდა ეპასუხა და მიცავდა მე გამწარებული, რომ ჩემი мама მე ვიცნობ ჩემ მამას, თქვენ არ იცნობთ, რომ ამას мама არ იზავდა და იცით რომ ეს იყო ძალიან დიდი პროპაგანდის წყალდიდობა. როდესაც მე დავიწყებ ბევრი ეკლესიების კრიტიკა და იცით რომ მე არ ვერიდებოდი, რა თქმა უნდა, ამაზე წამოვიდოდა ძალიან დიდი კორიანტელი თავდასხმისა. და ცდილობდა მელინდას რომ ამ კომენტარებიდან, რომელიც მაშინ გახსნილი იყო YouTube-ზე და ასე, ეს კომპიუტერიდან ამოეღო ხოლმე ეს კომენტარები. და ყველანაირ ვებსაიტი სადაც შედიოდა, რომ იქ ყველანაირად გაეკრიტიკებინა და საწინააღმდეგო რაღაცა დაეწერა. და დაიწყო ამის საპასუხო უკან სროლა. როგორ ბედავთ ჩემ მამაზე ესეთ საუბარს და ისინი კიდე უფრო ეს გავდა ცეცხლზე ბენზინის დასხმას, ნავთის დასხმას. და უფრო კიდე გაცხარდნენ კრიტიკოსები. და ბოლოს მე უთხარი, შეწყვიტე ამის კეთება, რაც უნდათ მათ წერონ, იმიტომ რომ შენი ამ იმითი უფრო შენ გაამწვავი და გააბრაზებ. და მითხრა რა ხუმრობ მამაო? არა, მე უთხარი სერიოზულად შეწყვიტე. იმიტომ რომ თქვენ ამითი აპურებთ ურჩხულს. წარმოიდგინიათ, როცა ჯონ მაკარტურის ქალიშვილი რეაგირებს ამ კრიტიკაზე. რა თქმა უნდა, უფრო მოუნდებოდათ ხო მათ კიდე უფრო მეტად შეურაცხყოფის მოყენება. მე არ ამგონია რომ ამაში რაიმე ღირსება იყოს, ან რაღაცა ფასეულობა. თქვენ უბრალოდ განაგრძეთ ღვთის სიტყვის სწავლება და მე ბევრჯერ მithქვამს, დრო და სიმართლე ერთმანეთთან ჭიდრო კავშირშია. საკმარისი დროით გათვალისწინებით აუცილებლად ეს სიმართლე აუცილებლად სააშკარაოზე გამოვა. ამ ადამიანის შესახებ ყველაფერს გაიგებთ. თქვენ უბრალოდ განაგრძეთ იმის კეთება, რასაც აკეთებთ, გააკეთეთ ეს ერთგულად, მაქსიმალურად, გააკეთეთ ყველაფერი, რა თქვენ ძალებშია, რაც შეგიძლიათ. მაგრამ ნუ დაიწყებთ თავის დაცვას. პირიქით, უბრალოდ შეაქეთ ის ადამიანები, თუ ისინი გაკრიტიკებენ, გახსოვთ იესომაც ეს გითხრა, მადლობა გადაუხადეთ მათ და უთხარით, რომ ილოცონ თქვენთვის. უბრალოდ განაგრძეთ და მიეცით ღმერთს საშუალება, რომ ის იყოს თქვენი დამცველი. და მიეცით დრო და სიმართლე იქნება შემდეგ თქვენი დამცველი. გულისხმობ ეს არის საუკეთესო გზა, ამასთან მიდგომით ჩემი აზრით. კარგი კითხვა, მადლობა ამ კითხვისათვის.